უნდა ვიცოდეთ, უნდა შეგვეძლოს გამოვიცნოთ სცენარის სადაქვს საფოთლე კვირტები და სანაყოფე კვირტები. აი ავიღოთ ტოტი. აი დავახასიათოთ ის. ეს არის საფოთლე კვირტი. აი ნახეთ. საფოთლე კვირტი პატარა ზომის, რომელიც არის მიჯრილი ღეროზე. აი ნახეთ ესენი ყველა არის საფოთლე. ხოლო სანაყოფე კვირტები არის აი ასეთი კვირტები. მეჭეჭები, აი მეჭეჭი, ანუ ის რაღაც ფეხზე დგას, ნახეთ, ფეხზე. ეს უკვე კვირტი გაშლის პირასა ფეხზე დგას. აი ამას ქვია მეჭეჭი. ამას ქვია წკეპლი, რომელიც აუცილებლად ნაყოფით ვითარდება. ამას ქვია დეზი, უფრო მოკლეა. ეს უფრო გრძელია წკეპლი. წკეპლი გამოდის 90 გრადუსით და უფრო გრძელია. დეზი უფრო მოკლეა. და კიდევ აი ნახეთ, კიდევ ჩანთა. ეს არის სანაყოფე ჩანთა. აქ არის გასქელება, საკვების მარაგი და ის მთავრდება 1, 2 ან 3 დეზით ან წკეპლით. აი ნახეთ მაგალითი, აი ჩანთა. აი ნახეთ როგორ არის აქ განლაგებული. ნახეთ როგორ არის განლაგებული და დააკვირდით ან ფაზას, ნახე, ფაზა აგეთ გვირგვინის ფოთლების შეწირლებას იწყებს, ნახე, პირველი ფოთლები გამოსულია, აგერ კიდე ნახე, აგერ ნახე სანაყოფე გაშლას დაიწყებს მალე, ყვავილები მალე დაიწყებს გაშლას. აი ნახე რა ფაზაშია. სახში როდესაც მიხვალ, ამოიღე ინტერნეტიდან ფაზები, თესლოვანთა განვითარების ფაზები. აი ეს დააკვირდით ამას, არ გათიშო. აი კიდე ნახეთ როგორი აგებულება აქვს ამას. აი ნახე. ამოდი აბა სხვა მცენარეზე ნახოთ, უკეთესად არის, აგერ მოდი. აგერ როგორ კარგად ჩანს. აი ნახეთ როგორ არის. აი როგორ არის ნახეთ ჩანთა და აგერ წამოვიდა წკეპლი. აგერ არის ჩანთა. აი ამის მიხედვით, როდესაც მებაღე შევა და მცენარეს უკვე სხლავს ან სხვა სამუშაოებს აკეთებს, მან უნდა იცოდეს რამდენი ექნება მას ნაყოფის შემოდგომით. აი ეს ნაყოფ წარმომქმნელი და საზრდელი კვირტები მან უნდა იცოდეს ზედმიწევნით. შევთანხმდით?